საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე დაბარებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა. პროკურორის განმარტებით შეკითხვების ძირითადი ნაწილი მხარჯებს ეხებოდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასულ წელს საპროტესტო აქციებისთვის აირწინაღების, ათვალეების, რესპირატორების, წიწაკის სპრეისა და სხვა საშუალებების შეძენისთვის დახარჯეს. კითხვები იყო ასევე სოციალური ქსელი გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც. თავად გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში ასახული არც ერთი შესყიდვა უკანონო არ ყოფილა. საბოტაჟისა და მტყუილ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხეს ისფედისა და ისფედის ყოფილი და EDF-ის მოქმედი ხელმძღვანელები. პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დაახატახა. არასამთავრობო სექტორი NGO უბრალოდ იყო ფარი იმისთვის, რომ ვიღაცაებისთვის თვალები აიფარათ, რომ თითქოს რაღაც კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ რეალურად თანხები შემოდიოდა იმისთვის, რომ მოხმარებოდა შიდა პოლიტიკას, პოლარიზაციის გაღრმავებას, რევოლუციების მოწყობას. არაერთი მაგალითი ვნახეთ ჩვენ ამისა სამწუხაროდ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ თითეული ცენტი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, უცხო არ ვიცი, სახელმწიფოები იქნება, ორგანიზაციები იქნება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონტროლირებადი, უნდა იყოს გამჭირვალე.